დადგა. წითელი ჩოფით მებრძოლი. გიგა ხუბაცარია. წითელი ჩოხა გიგა ხუბაცარია, გიგა არის 21 წლის, იწონის 70 კილოგრამს, მისი სიმაღლეა 174 სანტიმეტრი, წარმოადგენს თბილის კლუბი დავითიანი, ასევე კიკბოქსინგის მეორე ბრძოლა წარმომადგენელი. მამბერზე პირველი მახსოვს ვატაშორის კარგი ბრძოლა ნახავთ. ჯონი ნემსაძე კი წარმოადგენს ქუთაის კლუბ ხარებს. ჯონი კიკბოქსიორია, ასევე გამოდის პროფესიონალურ კრივში. მისი დებიუტია მამბერში. გაუგზავნეთ მებრძოლები. მებრძოლი თბილისიდან წარმოადგენს გუნდს დავითიანი. გიგა ხუბაცარია. მისინაური ბრძოლებს. მებრძოლი შავი ჩოფით ასაკი 22 წლის, წონა 70 კილოგრამი. სიმაღლე 70 სანტიმეტრი. მებრძოლი ქუთაისიდან წარმოადგენს გუნდს ხარები. ჯონი ნემსაძე. და დაიწყო პირველი რაუნდი. ხუბაცარია, ნემსაძე. ორივეს ვიცნობთ. დინჯი ტემპი აქვს ბიჭებს. კიკბოქსიორია ორივე, საბაზისო. კარგი ლოუ მოარტყა ხუბაცარიამ. აი ახლა კარგი აბერკატი. ხელებით ნემსაძის შესრულებით. სტილში მუშაობს ნემსაძე. კარგი სტილი აქვს ორივე მებრძოლს. აი ახლა სუპერმენ პანჩი. კარგი იტაყო. იმედია გამეორებაზე გვაჩვენებენ რეჟისორები ამ ზურგით იყო, მაგრამ დავინახე იტაყი მოხდა თუ არა. ახლა ჰაიკიკი ბლოკში, თუმცა არ ქონია დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება. კარგი კომბინაცია ნემსაძის შესრულებით. კარგად გამოძურა კუთხიდან ხუბაცარია. ესეთი დამჯდარი, გაწონასწორებული, გააზრებული ბრძოლა. პირველი რაუნდი. აი ხა კარგი მუხლი და სწრაფი პასუხი. პრესავს ნემსაძე, მეორე რაუნდად მუშაობს ხუბაცარია. კარგი შემხვედრი, გაცვალეს ბიჭებმა დარტყმები. კარგი კაუნტერი ხუბაცარიას შესრულებით და შეიძლება ნემსაძის შესრულებით. კი მოარტყა ხა. აი კლავ კომბინაცია. კარგად ემუშავება ნემსაძე დისტანციაზე. ქვემოდან და კარგი ბოდიშათი. ნემსაძე კარგად შედის ნემსაძე. კარგად გრძნობს მანძილს და ვინ შეასრულებს პირველ ტეიქდაუნს. ეს ხდება ეთლება ხუბაცარიას. ხუბაცარია წითელ კუთხეს. გადატრიალებას აღარ აქვს უშუალოდ ეს MMA არ არის და პარტერი არის. როგორც ჯიუდოზე ვინც დადებს ხო, პირველი ქართულში ვინც დადებს ბეჭს, ესე რომ თქვა. თუმცა უნდა აღნიშნო ნემსაძის ძალიან კარგი ბოქსი, ძალიან კარგი კრივი. პროფესიონალი მოკრივია ნემსაძე. კარგად შედის. რამოდენიმე ბრძოლა აქვს ჩატარებული პროფებში. გზნობს კიკებსაც, რამოდენიმე კიკ დაბლოკა. კარგად შევიდა, მანძილზე შეიძლება ახლა. გაცვალეს დარტყმები. უფრო შეკრულია ნემსაძე, ცოტა ფეხებით მუშაობს. აი ახლა ფლაინი. ამაზად მუშაობს ხუბაცარიად. აი ახლა შეიძლებოდა ორიანი, თუმცა ვერ მიწვდა. იდაყვის მარცხენა იდაყვის თელობა იყო და კარგი ლოუ, მარცხენა ლოუ.
შემხედრი ორიანი. კარგი მიდელი. სწრაფი პასუხი. ბრავო. ჭიდაობით. შენიერი ორი ქულა მიიღო. ძალიან კარგი სანახაობა შემოგთავაზეს ეს ბიჭებმა. ძალიან თანაბარი რაუნდი იყო, მინდა გითხრათ. აწვებოდა ნემსაძე კომბინაციებით, თუმცა შემხედრი არაერთი ფეხი მოარტყა ხუბაცარიამაც. საინტერესოა, ვის მიცემენ საჯები ამ რაუნდს. მე პრეს მივცემდი, ჩემინება რომ იყოს ისეთი კარგი რაუნდი იყო, ისე თანაბარი. აქ ვერ გამოუარჩევ ბიჭებს. უფრო დაიძაბება. ეს ბრძოლა უფრო დაცხება, რაც უფრო დაცხება, კი. ინტერესა, გახურება იყო, თან ორივე ტაქტიკურად მუშაობდა რაღაც. ძალიან ტაქტიკურად მუშაობენ ორივე. უაზრო მოქნეულ დარტყმას არ იქნებდნენ. ბიჭების ასაკი ფაქტიურად თანატოლები არიან, 22 წლის არის ნემსაძე, ხოლო ხუბაცარი არის სულ რაღაც 21 წლის, 1 წელია მათ შორის განსხვავება. ნამდვილი მეომრები. და ეხლა მუხლით ცდილობდა ხუბაცარია კლინჩის გარღვევას და კარგი დარტყმები მიიღო საპასუხოდ და ეხლა ნემსაძე აფეთქდა. თუმცა კარგად იკეტება ხუბაცარია მაგ დროს, არ აძლევს საშუალებას მოხდეს. ჩოხასაც საკმაოდ კარგად კარგი იკეთებს. მარჯვენა. ეხლა მაკრატელი. Scissor kick. მოხდა ღვიძლში. მოხდა ძალიან. ლოკიდან მოხდა, მაგრამ მაინც მტკივნეული იქნებოდა ეხლა საპირისპირო ნემსაძემ წააქცია. ბრავო ბიჭებს. ამოსმული უნდოდა. ძალიან მაღალი დონის სტრაიკინგი შემოგთავაზეს. მესამე რაუნდი ალბათ ამ ბრძოლას თვალსაჩინოს გახდის. ნახოთ როგორი განძლეობა ექნება. როგორი მეორე რაუნდი იქნება. აი კარგი მარცხენა ლოუ, შიდა ლოუ. დამაზიანებელი და მაღლა ადის-ნელ-ნელა. ხუბაცარი აი ახლა კარგი გაცვლები. და შეიძლება. ბრავო, აი კიდე. მსგავსმა დარტყმამ ყველაფერი დაასრულოს და თუმცა ბიჭებს მაგარი ყბებიც აქვს და მაგარი გამძლეობაც, მძიმე დარტყმების მიუხედავად თითქოს არც იმჩნევენ. აი ხა იდაყვა მარცხენა აბერკატი. კიდე მოხდა კონცეტევა. ძალიან მაგარი low kick-ი. შევიდა ეხლა დისტანციას, ზუსტად აეჭირდებოდა ნემსაძეს, არ უნდა გამოვიდეს, არ უნდა გამოიყვანოს იქიდან. შეიძლება ეხლა კიდე მეტი აფეთქება და მეტი მუშაობა. ამ რაუნდში უკვე გამოიხატა ნემსაძის მცირე, მაგრამ უპირატესობა. ეხლა კარგი გზელი კომბინაციებით დაბლოკა ნემსაძემ. იჭერს ნემსაძე დისტანციას კარგად ჭამს. ხდება და ხუბაცარიაც ხდება იყო. ამოქაჩა ხდება რაღაც მიუახლოვდა. ნახოთ აბა რაუნდის ბოლო 50%-იან ბარიერს ესე რომ თქვა და ეხლა არ უნდა მისცეს ზურგი ნემსაძემ და პოზიტიურად დაასრულა. ძალიან ყოფნას ნამდვილად. ატლას ისეთი თანაბარი ბრძოლა არის. თითქოს იგებს ნემსაძე, თუმცა ბევრ ეწევა, შემდეგ ეწევა. არტყამს ხუბაცარია და ასევე გდებებითაც უგებს, რაც ათანაბრებს ბრძოლას. სავარაუდოდ მესამე რაუნდი ძალიან ბევრ ამას გამოაჩენს ამ ბრძოლაში. მიიღეს კუთხეებმა რჩევები,
კუთხეებისგან რჩევები მებრძოლებმა. რა ტაქტიკებით წარსდგებიან მესამე რაუნდში მებრძოლები სულ მალე გავიგებთ. რა დირექტივები შეიტანენ მესამე გადამწყვეტი რაუნდი. ხოთ რომელი სტილი აჯობებს ამ ბრძოლაში. აქტიურობს ხუფაცარია. ქულებს აგროვებს. სუფთა დარტყმა არ არის, მაგრამ აქტიურობაა. აქტიურობა. აჩა როგორ უპასუხებს ნემსაძე. ახლა ბევრი მიდელების და ლოუ-კიკების წყალობით არის წინ თუ არა თანაბარი ბრძოლა არის. იცვლება აფაქტურად ნემსაძე იგებს ხან ჭირდება ხა ნემსაძეს. აფეთქება მანძილზე. შესვლა და ახლა კარგი მარცხენაში ახვედრა. შეიძლება ჩავარდეს. მუხლი და ჩავარდა. ეს ნოკდაუნი იყო. ძალიან კარგი მარცხენაში ეს ნოკდაუნი იყო. თუ ნოკაუტი. მაგას გავიგებთ სულ რაღაც 3 წამში. 2 1 და ეს არის ნოკაუტია. KO. ეს არის მუხლი და აგრძელებს ნემსაძე. არ არის გამოსული ნოკდაუნი და მაგრამ შეუძლია. ახლა შემოbrunდა ეს რა ხდება მეგობრებო. არ უნდა იჩქაროს ხუფაცარია, იმიტომ რომ ეს რაუნდი 10 თუ რაუნდი მიაქვს ხუფაცარიას ნოკდაუნი. და შორიდან უნდა იმუშაოს ისევ ერთადერთი თურამე უშველის ნემსაძეს არის ნოკაუტი. ან ნოკდაუნი და მერე უკვე ექსტრა რაუნდი შეიძლება გეთანხმები სწორად maybe შევხედავთ არ უნდა მიასკდეს გიგა აი ხლა მარცხენა ჰუკი ჩასვა ნემსაძე რისკავს მუხლი დისტანციიდან კარგად მუშაობს ისე დაცელი 3 რაუნდია ცოტათი დაიღალა ნემსაძე 40 წამი დარჩა, აი კაი დაყვი. აი ხაბერკოტი შეიძლება. შემოატრიალოს. და ნემსაძეს ეთლება ეს გდება. თუმცა გდებებით გაუჭირდება. გადატეხოს ის უზარმაზარი უპირატესობა, რაც ხუფაცარიას აქვს ნოკდაუნის ხარჯზე. აი მარცხენა პირდაპირი მოხვდა. თვალწები და შემდეგ უკვე მუხლი იყო უკვე, მაგრამ მარცხენა პირდაპირმა გააბრა. ჩაგდო თითქოს. აი შეტევა, ბოლო შეტევა, მაგრამ არა. ძალიან მაგარი მებრძოლი ხასიათი აქვს. ორივე მებრძოლს. ნემსაძეს იმ ნოკდაუნის შემდეგ წამოდგა და გააგზელა, რაზეც არ ვიცი. ძალიან რთულია მსგავს შემთხვევაში წამოდგომა, ეს არ არის ფილმი მეგობრებო, ბევრს ვინც ვერ ერკვევა ჩვენ სპორტში გონია რომ აი მერერა რომ მოხვდა, ჩავარდა და წამოდგა და გააგზელა, იღებს მებრძოლი საკმაოდ დიდ დაზიანებას. აქ არის მცირედი მიკროტვინის შერყევა შეიძლება უარესიც, ამიტომ რისკავს ყველაფერს დგება და იბრძვის ამას ჭირდება აუცილებლად დაფასება და აპლოდისმენტები. Bravo, ორივე მებრძოლს, თუმცა წითელ კუთხეში, წითელი ჩოხა. ნამდვილად დამსახურებული გამარჯვება გიგა ხუფაცარია, ძალიან მაგარი ბიჭია, გულოცავთ. ძალიან თანაბარი ბრძოლა იყო, რომ არა ის ნოკდაუნი. ეს ლაკი პანჩივით იყო თითქოს რა. ვერ დავარქვა ლაკი პანჩი, ძალიან ზუსტად ჩაუსვა. არ გადაუგდია რაღაც უაზრო დარტყმა. დაუმის და წინა ბრძოლაშიც მის მამბერში ბრძოლაშიც აი დარტყმით გაიმარჯვა. კარგად აქვს დამუშავებული აშკარად. წითელი შოხით ალექსანდრე ჟიქია